თქვენზე ცალკე მოვიცლი მაგის გულისთვის, აი. რაც მე 3 დღე მალოდინეთ, აი დედას გიტირებთ რა. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ისევ ბორჯომში ვარ. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მე ძირითადად ბორჯომის ლიკანის სასახლეში ვიშველებდი. მე როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ის ვერი ალბათ დროულის იყო, რომ მე იქ ვეღარ დავდიოდი და ლიკანის სიყვარულმა იმდენად შემაჩვია ამ ბუნებას, რომ გადაწყვიტე, რომ აი ეს ოროთახიანი ბინა მეტი დააქა და აი აქავალ ყველა ზაფხულს. უფრო იმან განაპირობა, რომ ამ ბაღთან დაკავშირებული იყო ჩემი ახალგაზრდობა, ჩემი ცხოვრების გარკვეული წლები იმ სასახლესთან, რომელზედაც მე თქვენ უკვე გესაუბრეთ და ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ ამდენი პოსტი დადეთ, ამდენმა მოიწონეთ, ამდენმა ნახეთ, ამდენმა წაიკითხეთ. ძნელი მოსასვენია, რა თქმა უნდა, ახლა მოხუცებული კაცის მოსვენა ამ ხის განმავლობაში, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში თქვენთვის საინტერესო ამბებს ვყვები, რამე თუ მე საკმარისი ხანი გამოვიარე, 90 წელში უკვე შევედი და მალე მომავალ წელს ალბათ 90 წლის გავხდები და ბევრის მომსწრე და მნახველი ვარ. როგორც ამ ტერიტორიაზე, ისე მთელ საქართველოში, ასევე ხელისუფლებაში, ასევე საზოგადოებაში, ასე რომ მეტნაკლებად მე არაფერს სისულელეს არ ვიტყვი, გეტყვი იმას, რაც ნახეთ. თქვენ იცით, რომ მე ტყვის არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი, მე სიმართლეს ვიტყვი ყველაფერს და ამდენად თქვენსაც საინტერესო იქნება. ერთი საუკუნეა უკვე, რაც მე ამ მიწაზე და დედამიწაზე და სისქვეშ დავდივარ. მე სხვადასხვა ამ უამრავ პოსტებში ამომივარდა ერთი პოსტი, კომენტარი, სადაც პიროვნებამ წერდა, რომ რომანოვების სასახლის რემონტის ხელმძღვანელი, სამშოუს ესე იგი შემსრულებელი, ვეძახით პრარაბი ვიყავი, მე, რომელმაც დავიწყე 67 წელში, 2007 წელში და ეს რემონტი თითქმის გაგრძელდა 2010 წლამდე. და ხელისუფლებამ მხოლოდ ამ მეფის სასახლეში 2 წელიწადი დაჰყო, რომ რატომ ღაც და მე ამას ხაზს უსვამ, იმიტომ რომ ამ არაჩვეულებრივად შესრულებულ სამუშაოს ესე იგი ვიღაცამ წეხლი იქნა და თუ ეს სასახლე ხელისუფლებამ გარემონტა, მაგაზე ახლა სააკაშვილი თავის ჯიბის ფულს არ დახარჯავდა და ბიუჯეტიდან იქნებოდა ალბათ გაღებული ის თანხა და ეს ბიუჯეტის უზარმაზარი თანხა, რომელიც ამ შენობის აღდგენას და ამ შესანიშნავად ჩატარებულ რემონტს დასჭირდა, რატო უნდა გადაყრილიყო 2 წელიწადში წყალში. მე მოგახსენეთ, რომ დაახლოებით 2012-13 წლებში მე უკვე ჩამოვედი, ალბათ შეიძლება
2003 წელს ალბათ რომ ეს იატაკები და ეს შიგნითა ქონება ძირითადად რაღაც ახლა ის უნიკალური ნივთები კი არა, მაგრამ დანარჩენი ინვენტარი რაც იყო იქ ყველაფერი გამოყრილი იყო და ბალკონებზე იყო დაყრილი. აქ ახლა ქარიც იცის და წვიმაც იცის და თოვლი იცის და ეს ყველაფერი ამ ღია ბალკონებში იყრებოდა და ათოვდა და თითქმის ყოველდღიურად ჩამოდივარ მე ამ ჩემ სახლში და რო არ ვნახო ის ორჯერ სამჯერ არ გავიარო და არ დავხედო ისე არ მიშედებოდა გული და მე ვხედავდი როგორ ხელსა და ხელშუა ნადგურდებოდა ეს ქონება და მე იმიტომ მივმართავ ხელისუფლებას რომ თუ მაგალითად მე ახლა ასე არ დაუპირისპირდებოდი ამ ხელისუფლებას და არ დავიწყებდი ამაზე დავას რომ თვითონ ხელისუფლება არ ედგეს ამას სათავეში და ის არ ავლენდეს იმ უარყოფით მხარეებს, რომელიც თავიანთმა თანამშრომლებმა, თავიანთმა შერჩეულმა ადამიანებმა უღალატეს სამშობლოს და გაიტაცეს მილიარდობით ფული და წაიღეს სადღაცას და დამალეს და დღეს როგორაც უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს ძალიან კარგი თუ დააბრუნებენ და დაუბრუნებენ და ეხლა მე თქვა ქნა რომ დახრა და არ არსებობს და ნაწილობრივად უნდა გაიზიარონ ის დანაშაული რაც მათ ჩაიდინეს და სახელმწიფოს თავისი კუთილი უნდა დაუბრუნოს. ბატონო ალი მე თქვენზე ძალიან დიდი რაღაც ნდობის ფაქტორი გამაჩნია. არა მარტო ეხლა, არამედ იმ კანონების დაცვაში, იმ კანონების გატარებაში, იმ კომიტეტის მუშაობის დროს, რომელსაც თქვენ ასე გულანთებულად ემსახურებოდით და ასე დიდჯად მიყავდათ თქვენი საქმე ყოველგვარი ემოციების გარეშე და ალბათ ამ სიდიჯე მიგიყვანა იმ ადგილზე, რომელზეც დღეს ხართ და მე არ ვამბობ რომ რამეზე აჩქარდეთ და რამეზე აჩქარები გადაწყვეტილება მიიღოთ, მაგრამ ამ საქმეს ახლა რომელსაც მე თქვენ გახსენებთ და პრეტენზიებს ვაცხადებ, ცოტა დასაჩქარებელი საქმეა. რომ ამ არჩევნებამდე ეგ საქმე მოესწროს, რომ სიმართლე დადგინდეს. იქნება მართალი იყო, იქნება ჩამარხული იყო, რამე იქნება ნაღმი იყო, იქნება საწამლავი იყო, რაღაც ჩადებული, რაღაცას იქნება ეძებდნენ იქა და იმიტომ დაანგრიეს ეს უნიკალური რომელიც მსოფლიოში ამისი არქიტექტურა გასული და ამისი სურათები აღიარებული ეს უზარმაზა დიდი ფრანგი არქიტექტორის პროექტით არის აშენებული და მაშინაც ესე იგი ხელოვნების ნიმუშად ითვლებოდა, როდესაც აშენდა 92-95 წლებში გასული მე-19 საუკუნეში. ხო. ამიტომ უნდა დაუძახოთ და უნდა გამოგზავნოთ აქ ადამიანები და ის ხალხი აღრიცხვები უნდა ინახოს, მე ვიმანახებ სურათი არ გადამაღებიეს, სურათი რომ ის ხალხს ვაჩვენო. და ეხლა მე იმ დოკუმენტებს და ვიმიშვებს თვალ და ეხლა თუ ის ჟურნალისტური გამოძიება რაღაცები ეხლა მაგათი მოგონილი და მაგათი რაღაცა პროვოკაციული გამოკვლევები არ მაწყობს, ხო და მე მინდა რომ წყნარად, დაწნარებულად, დოკუმენტალურად ამოუწიოთ ეგ საქმე რა დაიხარჯა 2100 წლამდე ამ შენობის აღგეზად, რა მნიშვნელობა ენიჭება, სად არის ახლა ის ნივთები, ის უძვირფასესი ანტიკვარები, რომელსაც ბესცენი ესა რომ იქ აბეჯი და ნივთები
რომელსაც ფასი არ გააჩნია რა, ის ასე არის შეტანილი, რომ ღირებულების, ესე იგი, გარეშე შეუფასებელი. აი ასეთი გრიფი აქვთ ამ ნივთებს და აი მაგალითად გარედან რაც ჩანდა, როდესაც მე კიდევ რაღაცნაირად წეს ურტყამდი ამ შენობას, რომ რამოდენიმე გარეთა სასახლის გარეთა მდებარე ნივთები დედოფლის გომბეშო ბაყაყი იყო ამ კედელში შედგმული, რომლის პირიდანაც გადმოდიოდა შადრევანი. ხო, ის აღარ არის სამადგილიანი მარმარილოს სკამი იყო, ის აღარ არის ინდაურის უზარმაზარი დიდი სკულპტურა იყო იქ რატომღაც გამოფენილი, ის აღარ არის იქ ახლა რასაც ერთი შეხედვით უყურებ და არ არის, ის აღარ არის და ეხლა შიგნით რა არის მე არ ვიცი. იქ იყო არაჩვეულებრივი უძვირფასესი ხელოვნების ნიმუშები, ნახატები, ხო და სურათები, ფერწერული ტილოები, ხო და არის თუ არ არის, ან სად წაიღეს, ან იქ თუ არის ხო ისინი სურათებად აღარ იქნება ეხლა, იმიტომ რომ ის ნესტიანი ადგილია და ძალიან არ ვიცი ახლა შიგნით ის შენობა კედლები კიდევ არის თუ არის. ეხლა როგორც ამბობენ ძალიან ძიმე ზამთარი იქნება და დიდთოვლიანი ზამთარი იქნება. იმას ახლა თოვლი დააწვება, აუცილებლად ჩაიგრევა და აი თავმოწაწრილი ამბავი იქნება, რომ ერთი ადგილი გვაქვს, რომ სადაც სტალინი დადიოდა და სტალინი ისვენებდა იმ ადგილს, რომ ვერ მოუაროთ, როდესაც საფრანგეთში ახლა ადამიანებს კითხეს, რომ ამ მეტროს სადგურს, რომელსაც სტალინის სახელი ჰქვია, გადავარქვათ თუ არა სახელი და მოედანს კიდევ, რომელსაც სტალინის სახელი ჰქვია და მთელი უბანი და ქუჩა და მთელი ქალაქი გამოვიდა იმის საპროტესტოდ, რომ როგორ შეიძლება რომ სტალინგრადის სახელი გადავარქვათ ამას და შენარჩუნდა საფრანგეთში შენარჩუნდა და ჩვენ რა დაგვიშავა ასეთი ამ კაცმა, რომ ჩვენ ასეთი ხელი ვკრათ. გაივლის რამოდენიმე წელი, 10 წელი გაივლის, 100 წელი გაივლის, თუ გინდა ცივილიზაცია დამთავრდება ესა. ხო და მერე იმ ცივილიზაციაშიც იქნება თუ ვინმე სახელი გადაყვა მეორე ცივილიზაციას, ერთ-ერთი ხომ სტალინი იქნება, როგორც პიკასო ამბობდა და ახლა უნდა დაუჯეროთ ამ ჩერჩილი იქნება თუ პიკასო იქნება თუ შოუ იქნება თუ სხვა დიდი ადამიანები და რუზველტი და სხვა ასეთები. ხო და უნდა რაღაცნაირად შეუნარჩუნოთ ჩვენ ამ სასახლეს თავისი სახე და უნდა სასწრაფოდ დავიწყოთ მისი რესტავრაცია. ეხლა მე ლენინგრადში ვიყავი და პეტერგოფი დავათვალიერე. და ეს რა ვიცი ახლა ასეთი ლეგენდარული სხვაგანაც ყოფილვარ ევროპაში, მაგრამ მე ამხელა შენობა, მე ამხელა უზარმაზარი დიდი ქონება ერთ ადგილზე თავმოყრილი არსად არ მინახავს, რაც მე პეტერგოფში ვნახე. და ოთახიდან ოთახში რომ შედიხარ, იქ როგორი იყო ეს ოთახები, იმისი სურათი არის დაფაზე გაკეთებული და დგას შესასვლელში, რომ შეხედოს დამთვალიერებელმა, როგორ 1 მეტრო თოვლი დევს ამ დარბაზში და როგორი ცა გახსნილია სახურავი საერთოდ არ აქვს ამ სასახლეს და ოთახების ავსია თოვლით და ნამტვრევებით და ცეცხლის დანანთები და ხო და სამამულო ომი რომ დამთავრდა
მთელ ლენინგრადს დარტყმული ჰქონდა, პეტერბურგს დარტყმული ჰქონდა უზარმაზარი, რომ ქვეყანას არ ენახა, ხო და დაიწყო სტალინმა ამისი აღდგენა. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ პური და მისაყოლებელი და საძებარი იყო მოსკოვში კი არა, მთელ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ხო, 1600 მხატვარი იქნა ჩამოყვანილი ევროპიდან, რომელმაც აღადგინეს რომანოვების დინასტიის სურათები და ის კედლები ყველაფერი თურმე ეს შენახული ყოფილა, ევაკუირებული იყო, ეს დოკუმენტური მასალა თვითონ ის დასკაზიდავდნენ იმდენს იქედან და იმის მიხედვით აი მაგალითად მოჭრილი იყო 20 კვადრატული მეტრი, ესე იგი რაღაც უნიკალური იატაკი, პარკეტის იატაკი მოჭრილი იყო ეს ერთიანად და წაღებული რომ ის ფორმები არ დაკარგული იყო, რომელიც ამ სასახლეში იყო. და წაღებული იყო არწივი, როგორც ამათი სიმბოლო რუსების და ეს ყველაფერი ხო დაბრუნდა და ამ არწივს ერთი ფრთა აკლდა და სადღაცას იყო ალბათ გერმანიაში რომელიღაცის ესა როგორც ნიშანი ამ რუსული ღერბის ერთი ნაწილისა და სხვა და მთელი გერმანიის ეს მუზეუმები დიდი სამხედრო მოღვაწეთა ოჯახები ესე ყველაფერი გაისიძა სანამ არ მოინახა ის ფრთა ჩამოიტანეს და გაუკეთეს იმ არწივს და ის აღადგინეს თავიდან ბოლომდე და უკეთესად კიდევ ვიდრე იყო ომის დაწყებამდე. ეს რომანოვების სიყვარულით კი არ გააკეთა სტალინმა, რომ ძალიან უყვარდა ნიკოლოზი და მაგისი არაფერი არ დაკარგული იყო. გააკეთა ისტორიისთვის, რომ ეს უზარმაზარი დიდი ისტორია, ეს უზარმაზარი დიდი სილამაზე, რაც იყო ამ პეტერბურგში, აბსოლუტურად ის ოქროთი რომ მოხატა ისი არ იყო, რა თქმა უნდა, რაც ეხლა არის. ხო და ჩვენ ერთადერთი შენობა, რომელიც ჰქონდა თავისი არქიტექტურული სინატიფით განთქმული, თორემ ეხლა ეს მარმალილოებით და რამეებით კი არა არის ეს მოჭედილი არც მაშინ არ იყო, მაგრამ თავისი არქიტექტურული სინატიფით და შეწყობილი იყო ბუნებას, ეს ისეთნაირად, რომელმაც გახადა ასეთი პოპულარული მთელ მსოფლიოში ლიკანის სასახლე, მეფის ლიკანის სასახლე. აი ასე არის ცნობილი ეს შენობა და კიდევ უფრო მეტად გაუთქვა მე რა თქმა უნდა სახელი იმან რომ აქ რამოდენიმე ჯერ ისვენებდა სტალინი და ორჯერ აქვს ჩატარებული პოლიტბიუროს სხდომა აი თავის სამუშაო ოთახში და ის მეორე სართულზე არასდროს რომ იქ მეფე იძინებდა და იქ მეფის იმაზე რა თქმა უნდა არ შევიდოდა და ქვევით მოუწყეს პირველ სართულზე მას საძინებელი და გორიდან ჩაატანინა ტახტი და ის ტახტი ეხლაც მაშინ იდგა და ეხლაც ალბათ რა ვიცი აბა ტახტს ვინ ხა იყიდა თუ გაყიდულია იქ ყველაფერი თვალა და იქნება იქა და როცა იქნება გაიხსნება ეს ანავად გაიხსნება კარგად გაიხსნება და ნახავს როგორ უბრალოდ იყო მისი საძინებელი მისი სველი წერტილები იქა განლაგებული და ჩვეულებრივი ადამიანი ცხოვრებით ცხოვრობდა და მე ამას იმიტომ გთხოვთ მე სხვა შორის წერილობითაც მომწერთ მაგრამ აქ ეხლა ჩემი საერთაშორისო საზოგადოება სტალინის ტიტულიანი ქაღალდი არ მაქვს თაბახი და როდესაც ჩამოვალ მაშინ აუცილებლად ამაზე მოვწერთ თუ არა და დავაბარებ რომ ჩამომივიდეს ის და ოფიციალურ სახეს მიცემ ამას და ის კაცი
რომელმაც ჩაატარა რემონტი 2010 წლებში, აი ის კაციც, რა თქმა უნდა, თანამონაწილე იქნება, ვინ ჩაატარა ეს რემონტი, რა ფორმებში იყო ეგ სასახლე და აი სახელზეა მოწმე, აგერავარ თვითმხილველი, მთელი საქართველოს ელიტა, ვის დარჩენილი არის ახლა კომუნისტური ელიტიდან, ყველა ნამყოფია იმ სახლში და ყველას დათვალიერებული აქვს თუ რა ბრწყინვალებითა და დიდებით იყო მოსული ის შენობა. ამიტომ მე იქ აღელვებული ვიყავი დაცვის ბიჭებმა, ახლა ალბათ იმათი მოვალეობაც არის, მაგრამ რა მოვალეობა, კაცო, ის მოიპარეს, ის წაიღეს, ეს ლტება რამე, აი ამის დამცველი ხარ, რომ სახელმწიფო ქონება რომ განიავდეს, ამას დაცვა სჭირდება? რომ ეს ვინმე მამხილოს და ქვეყანას გააგებიოს, ამას დაცვა სჭირდება თუ და ესენი დამმალავები უფრო არიან, ვიდრე დამცველები, ხო? თუ დაცვა არის, უნდა იყვირონ, რომ ქვეყანა აი ეს სასახლე ინგრევა, აი ეს უნდა იყვირონ და არა ის, რომ აქ არ შეგიშვებ თუ არა, დაგიჭერა, მე ჩემი მოვალეობა არ ვარ დავიცვა. რა უნდა დაიცვა რა? რა უნდა დაიცვა? ის რომ ლპება და ინგრევა სასახლე, ეს უნდა დაიცვა? და მე არაერთხელ მიდავია და არაერთხელ მისაუბრია დავით საგანიძის, რომ მიხედეთ ესა, მე ხა მოსკოვში მაგ გაგზავნილი, მე ხა ისა მაგ, მე ხა ესა მაგ, ხო და რა გახდა 12-13 წელიწადი ერთი სასახლის, რომელიც მე მითხრა 8 მილიონი ჯდებაო და რათასი ჭაობი დავასწრეთ ამ თბილისში და კორტები გავაკეთეთ და რაღაცები და ძაღლების სასეირნო მოედნები გავაკეთეთ და ერთი სასახლე გვაქვს ეხლა ამ 12 წლის განმავლობაში ეს რომ ღია ყოფილიყო ისე როგორიც იყო და არავინ არ შესულიყო ბატონო თუ არ უნდათ ამათ სააკაშვილის რამე გაკეთებული ხო ისე ყოფილიყო და ყოფილიყო ტურისტული ობიექტი $100 ყველა გადამხდელი არის აქ ეხლაც მოდიან და შორიდან უყურებენ და სურათებს უღებენ რომანოვების სასახლეს ხომ შეიძლებოდა რომ ეს გამოგვეყენებია როგორც სტალინის მუზეუმია რომლის დანგრევაც უნდათ ამ წყეულებს აი და იმის ადგილზე რაღაცა გაკეთება აი ისე რომ ყოფილიყო ყველა რაც საქართველოში მუზეუმებიდან და ამ საექსკურსიო ადგილებიდან თანხები შემოდის 5-ჯერ და 10-ჯერ მეტი შემოდის მარტო სტალინის მუზეუმიდან ხო და ეს ერთი რაღაცა ეხლა ჩამოდინან უცხოეთიდან ტურისტები და რო აიყვანებენ თაწმინდაზე კი ბატონო ჩვენ გვიყვარს და პირველია ერის მამა ყველაფერი მაგრამ ეს ჩვენი ერის მამა ძალიან ცოტა ადამიანს აინტერესებს თქვათ ნიდერლანდებში დიდ ბრიტანეთში იმაში ამერიკაში რაღაცებში ხო და ზერელეთ უყურებთ ყველა ლაპარაკობს ეს გიდი მაგრამ იტყვის თუ არა რომ აქ სტალინის დედა მარხიაო იმ წუთშივე მოშორდებიან ყველა სასაფლაოდ და გარბიან იქიდან შელფებს იღებენ და უგზავნიან და პირდაპირ ჩართვებზე ყავთ და ყველაფერი ამ თაწმინდიდან რატომ არ გვინდა რომ გამოიყენოთ ვისა დაუშავა დამნაშავეებს ეხლა ხო იჭერთ გენეცვალე და მაშინაც იჭერდნენ მაგრამ მაშინ კონსტიტუციაში ეწერა რომ სამშობლოს მოღალატეს სიკვდილი უნდა მიესალმოს და მიუშიდნენ კიდეც და უშიდნენ კიდევაც და მერე მოისპო ხო ორჯერ გააუქმა სტალინმა სიკვდილი დასჭა ორჯერ გააუქმა მაგრამ 1 მილიონი კაცი რომ ომის პირველივე დღეებში გადავიდა დეზერტირებად ისინი არ ჩათვალა მან თავის მოქალაქეებად სამშობლოს მოღალატეები არის მე არ მყავსო მე ისა წყვეო მე მყავს სამშობლოს მოღალატეებიო წითელ ჯვარს აი ასე უპასუხა როდესაც მოსთხოვეს რომ
რაღაცა დავეხმაროთ იმათ. ხო და მე გამოარჩა, მე რო ჩამოვიდნენ აქა და მე 52 წელი 52-ში ძიახ ერთმანეთს უჩიოდნენ რომ აი ამან ცემა მე აი ეს მცემდა და აი ეს მაგდებდა კატორღაში ერთი მეზობელი მეორე მეზობელს უჩიოდა რომელიც ერთი ჰიტლერს ემსახურებოდა მეორე სტალინს ემსახურებოდა ადგეს და ისკაცი დაიჭირეს და წაიყვანეს იქ სადაც საჭირო იყო დახრეთ აღარ იყო და აღარ დაუხრეთიათ რა არის უცნაური და რა არის გაუგებარი ვერ გავიგე კანონის აღსრულება არის ისა დასაგმობი და დასაძახი აბა ვიდა უხრეთია მე როდესაც კანონი აკრძალა ორჯერ აკრძალა დახრეთის კანონის სტალინა ხო და აი ეხლა რო არის LGBT და LGBT აი ეს გამძვინვარებული იყო 1917 წელს და ამით მოახდინეს რევოლუცია ტროცკიმ და ლენინმა თუ ის არის რომ ეს პასპორტები ქონდათ მიცემული კომკავშირელებს რომ თუ მეორე კომკავშირელი გოგონა ვარს ეტყოდა იმას კომკავშირიდან გარიცხავდნენ რა ხო და ეს სექსუალური თავისუფლება და მინისტრადაც კი დააყენა ლენინმა კოლონტაი იმის გულისათვის რომ ის ხელმძღვანელობდა ამ აღვირახსნებ ცხოვრებას თუმცა ამასვე გადაყვა მაგაზე მოინანია და მე თვითონ იცოდა როგორც ეცხოვრა და ისე დაამთავრა როგორც ეკუთვნოდა ცხოვრება მე ვიყავი სისრუის დეტექტორზე ერთხელ და რაღაც გამატარა თითებზე რაღაცები გამეკეთეს და მე კითხვებს ვაძლევდნენ და ერთ-ერთი ასეთი კითხვა შემეკითხეს რომ გაწირავდი თუ არა სტალინისათვის თავს და მე უპასუხე რომ უყოყმანოდ გავწირავდი მეთქი იმას უთხარი რა ვინც ამ ფოკუსებს ვაკეთებდა რა ამ თითებზე რაღაცებს მასვასვე წინა დღეებში მე ღია ეთერშიც რა თქმა უნდა ეს კითხვები გაიმეორეს რა რომელზეც ზოგადად თქვენს მართალიაო ეს მართალია ის მართალია ეს მართალია ხო და მოვიდნენ სტალინის გულისათვის გაწირავდი თუ არა თავს მე მეთქი მკითხეს ეს იქაც მეთქი ამ აპარატურაზე რომ მიკეთებდნენ და იქაც თქვი რომ უყოყმანოდ ეძრავდი და ის დიქტორი რო აცხადებს იქ რაღაცა ცოტა ხნის მერე და ეს არის სიცრუე აი ეხლა შეგნებულად თუ არ არის სტალინის დისკრედიტაცია და ჩემი დისკრედიტაცია რომ შენ რა იცი მე გავწირავ თუ არ გავწირავ ეხლა და შენ რატო სხვა რამეზე ჩამჭერი თუ ფულის გაღება არ გინდა თქვა ან მოგწყინდა ჩემი საუბარი ან რაღაცა მითხარი 50-მდე შეკითხვა იყო და სხვა შეკითხვაზე მითხარი რომ სიცრუე ესა და დავდგებდე წავა ხო რაღა ახლა ამა შეგნებულად დღესაც ერთ ადგილზე რომ ამოვარდება სტალინზე რომ ეს იყო ყველაფერი და დამლაგებელს თურმე ღამე გამოიარა კრემლში ხო ქონდა საცხოვრებელი ბინა რაღაც ოროთახიანი სამოთახიანი ხო და ღამე ალბათ გამოიარა რაღაც კაბინეტში ალბათ გაახსენდა რაღაცა და გაიარა და ქალი გასდა წმინდავს ჯადაკს ხო და გააჩერა ამ დროს რა გინდა ახლა შუაღამია რა ხო და შუაღამემდე იყო აქ თათბირი და მაშინ ვეღარ დავალაგეო და დაველოდეო და აი ახლა რო დილას რომ მოვლენო ხო დალაგებული უნდა იყოს ხარაგოს სტალინა რაღაცა უცხა და მეორე დღეს გასცა გაკარგულება სტალინმა რომ ამ ჩვენ დამლაგებელს რომ მიეცეთო სტალინური პრემია მეორე ხარისხისო სამშობლოს ერთგულებისათვის ხო და 50,000 მანეთი მაშინ რა ვიცი რა რამდენი მილიონი იყო და
ამ ქალმა წავიდა თავის სოფელში იქვე მოსკოვის გარეუბანში უცხოვრია ხო და ბიბლიოთეკა ააშენებია ხო და წიგნები იყიდა ზოგი ალბათ მისცეს და თვითონაც დადიოდა წერა-კითხვა არ იცოდა მაგრამ ბიბლიოთეკაში ისწავლა და აი ეხლა გამოაჩინეს თუ რამე სტალინის ადამიანური ქონდა გაკეთებული ეხლა ეხსნება არქივები ეხლა ამოდის დოკუმენტები ხო და ეხლა რომ ჩვენი ოპოზიცია ამბობს რომ ჩვენ უფრო კარგად გავაკეთებთ ამ ქვეყანას ოღონდ ეს როგორმე გაგვაშვებიეთ ეს ხელისუფლება ეს მძარცველი ხელისუფლებაო ხო და შეიძლება ესეთად არ ბწყინავდნენ ერთი ივანე ციკლაური იყო სახალხო მთქმელი და იმან დაწერა რამ დამაბერავ ექსია ვახუშტი კოდეტიშვილმა აღმოაჩინა ეს კაცი ივანე ციკლაური ქემოქეთში ცხოვრობდა ესა კახეთ იქიდან იყო ჩამოსახლებული ფშავლისთან ხო და ახლა მთლიანად არ მახსოვს ესა და ასეთი რამე ეწერა რამ დამაბერა ესა და იმან დამაბერა ამან დამაბერა შვილის იგლიმა იმანამ ხო და მე ერთი სტროფი იყო ცუდი ცხოვრების წასვლამ და არ მოსვლამ უკეთისამან აი იმან დამაბერაო რა მაგრამ ახლა ცუდიც არის და ცუდიც არის ხო ნუ ზოგიერთი ძალიან ცუდია ზოგიერთი ისა ხო და როგორც სტალინმა თქვა რა თქმა უნდა საქართველოს რუსეთთან შეერთებაო ერეკლეს მიერო ეს იყო დანაშაულიო მაგრამ ბოროტებაო მაგრამ ეს იყო ნაკლები ბოროტებაო და ირანს რო შევერთებოდი სპარსეთს რო შევერთებულიყავით იქაო შევეთრიეთო მაშინ ხო უფრო ცუდი იქნებოდა ან თურქეთს რომ მე მახსოვს პირველად რო გაიხსნა ეს სარფის საზღვარი გადავედით ამ თურქეთში და ნალიებში ცხოვრობდა ხალხი ნალიებში ხო და მე ეხლა ხალხს ვიყავი და ქარვასლებითაა მოჭედილი ჩვენ აგერ მოსაზღვრე რანი ახლა ჩვენი სახლები ჩან საკათმეებად იქა რა გამოხმა მაგრამ მაშინ ასე იყო მაშინ ნაკლები უბედურება იყო ხო და თუ წინა ხელისუფლება უბედურება იყო ეს ნაკლები უბედურება არის რა თორემ ამ სასახლეს რომ კაცი ყურადღებას არ მოასწრებს 12 წელიწადი რომ ამას ხელისუფლება უყურებს და ამას რომ ხელმძღვანელი ყავს და ის არ ეუბნება მე დარწმუნებული ვარ 1000%-ით რომ ეს ბიზნესა ივანიშვილმა არ იცის თუ არა ქვეყანას ამან აუშენა სახლები და გადაუხურა კაცო თელი მერე სახლები გადაუხურა და ერთი სახლის გადახურვა რა გაუჭირდებოდა ახლა ამათ დავიძერო ასე რომანოები თუ სტალინის ძულს ხო ისე იყო ბურჟუები იყვნენ მაინც ხო ნიკოლოზი და ალექსანდრე მეორე და სხვა აი რომანოები იმათი სახლის ხვარი და იმათი ნასახლარი ხვარი რომელიც ამშვენებდა მთელ ლიკანსა და მთელი ბორჯომის ხეობა იმით იყო ცნობილი რომ აქ იდგა ეს ულამაზესი მეფის სასახლე აბა როგორც ყირიმში არის ეს ბრილიანტი უზარმაზარი დიდი ბრილიანტი ლივადიის სასახლე ისი არის საქართველოსთვის ეს ის დიდი ქვეყანა არის და დიდი ლივადია არის ხო და ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და პატარა ქვეყანაში მაინც დიდი ლივადია არის ეს იყო ჩვენთვის და ლივადიას დაანგრევს ახლა რუსეთი ვისი აშენებულიც არ უნდა იყოს ან სხვისი აშენებული არაფერი არ არის ნიკოლოზის აშენებულ კრემლში არ ცხოვრობდა 30 წელიწადი სტალინი და აქ საყვარლის ხიდი გამოიარა და
რატო ასე ჩამოდი ფიცრები მაშინ დაუგეს რა სტალინი რო შემოიყვანეს აქედან შემოიყვანეს რა იქ ვერ ჩამოიყვანეს ვაგონიდან ბორჯომში და აქამდე ვალეს მატარებელი აქამდე მოიყვანეს და კიბეები გაუჭრეს და ხიძზე ჩამოწვა და დაგედი ასე ჯვარი ქონდა გაკეთებული იმაზე არ მოძრაობდა იმაზე არაფერი მაგრამ რო გაიგეს რომ გამოჩვიდნენ და ფიცრები სადღაცთან მოიტანეს დააყარეს რომ გამოეტარებია სტალინი რა ხდებაო ეს უნიკალური ხიდიო უნიკალური ხიდიო რატო გაქვთ ასეო და ამასო შეყვარებულების ხიდი ერქვაო ნიკოლოზის გაკეთებული იყო და არ მოიდომა ხალხმაო ამაზე სიარულია ნიკოლოზის საშენებულ კრემლში ვზივარ 30 წელიწადი არაფერი არ დამართიოდა ხალხს ამ ხიდზე გამოვლა და რა ემართებოდაო რა აი რა ვიცი ახლა მე როგორ უნდა ვთქვა და კიდევ ერთხელ იმას უნდა დაუბრუნდე რომ გავწირავდი თუ არა სტალინსათვის თავს მე ამ გასულ ხელისუფლების პირობებში როერსად ვერ დავდგი ფოთიდან ჩამოტანილი 34 ტონიანი ძეგლი სტალინის ჯერ თბილისში ჩავიტანე სპეც ტრანსპორტით და კატო მაშინ პირველი ერთი იყო კატო ფოთის იმას ყავდა პორტის ხელმძღვანელს გეგიძე იყო ეს ჩემი მეგობარი ხო და ჯერ თბილისში ჩამოიყვანე კიროვის ჩახშერებელ ქარხანაში მქონდა შენახული იქ ვერ დავდგი ჯერ ზაგეში ვთხოვე მერე სათხოვე შევარდაძე პირდებოდა ვერ დავაყენე საშველი მერე რომ მოვიდა სააკაშვილი აბა სააკაშვილი როგორ დამაწყებიებდა და ხო და წავიღე სვალისში დავდგი და ეხლა ერთ ჩემი ადამიანური სისუსტე უნდა გითხრათ მე უფრო კარგად ვიქნებოდი ჩემი დათვნა რომ ტრაგიკულად არ დამღუპოდა 82 წელს ხო და ნინა ჟვანია მოვიდა ჩემთან და ედვარდმა მითხრა რომ აი სადურჩენიო და სადა და ბედურების დროსო რაღაცებიო და ბავშვს რომ სასაფლაო გაუგეთო ხო და მე უთხარი ასად არ მინდა მე უნდა წავიყვანო ეს მარტყოფში მუშაობდი მე დიდხანს მაგრამ ხანად არ მუშაობდი მაგრამ სახლი იქ მქონდა ხო და მე იქ უნდა დავასაფლავო ჩემი შვილი და მეც იქ უნდა ავიდე და იქ ვიცხოვრო არც სამსახური არ მინდა თქვენი არც სასაფლაო არაფერი არ მინდა დამანებეთ თავი ახლა უკვე საკმარისად ვიმუშავებ მე ჩემი ასაკისათვის და ეხლა უნდა ჩემ ბავშვთან ვიცხოვრო და ვიყო იქ მეთქი სადაც ის იქნება არც გამოდიოდი სადაც იქედან სოფლიდან და იქ ვიყავი და ამდენჯერ კაცი გამოგზანა ჩემთან რომ ჩამოვიდეს ხო და ერთი კაცი გამოგზანა გვარსა დავასახელე და კიდე თუ არა ჩამოდიოდი ჩავედი ხო და იქ ახლომახლოში რაღაცა და რომ დავსაქმებულიყავი რომ სახლში არ ყოფილიყავი სულ და ამ ჯავში არ ამოსულდა სული ხო და მე მოხდა ისე რომ მართლაც რომ გავედი საზღვრის რაღაცები ცოტა გული გადავაყოლე მე სხვა მეურნეობაში გადამოყოლეს მე სხვა თანამდებობაზე მე სხვაგან რაღაცები და და გავიდა ხანი ერთი 19 წელიწადი თუ მეტი არა ხო და ეკლესია აბაშენეთ საბურთალოს ეკლესია ეხლა რო არის დიდი ეკლესია სასაფლაოზე ხო თეგის გაზდელიანის შვილი გადაიცვალა და იმის სახელზე აბაშენეთ ეს ეკლესია ხო და მე მაშინ კი უთხარი არა მაშინ თეგისმა მისხა რომ ბავშვები ერთად იყვნენო და ძალიან გეხვეწებიო რომ ჩამოასვენოთო მარტყოფიდან და
მეც დავთანხმდი და ჩამოვასვენეთ ბავში ამ ეკლესიის ეზოში მაშინ პანთეონი იყო ის მაშინაც მეუბნებოდა საბურთალოს პანთეონში დავასაფლავოთო ის გასვენებული დინაჟვანია ხო დავასაფლავეთ იქა მე მეუღლე მოვიგდა ის რა თქმა უნდა თავის შვილთან დავასაფლავეთ და ნუ ახლა საფლავზე ჩვეულებრივად დავდივარ რაღაცები და მაგრამ ყოველ წელს ამ სტალინის ძეგლთან ჩავდივარ და ხან გავრეცხავ ხან რაღაცას მოული იქაურობას და ერთხელ ივერი ჭელიძეს უთხარი საიდუმლოდ და ახლა გახსნილად რაც გაიგებს რომ ისამ მე რომ მოვკვდები მეთქი ჯერ არ ვაპირებ სიკვდილს თუ არა მეთქი მე თბილისში ნუდამ მარხავთ მეთქი და გაგიზდა საფასადო და მე სვანეთში უნდა დავიმარხო მეთქი და სვანეთი რა შევახა დედმამა მესყავსო მაგრამ ახლა ჩემი შვილი აქ არის მე როგორ წავალ იქა რამე ნუ ახლა ჩემი საქმე სხვანაირად არის მეთქი რა მე მეთქი უნდა დავიმარხო სტალინის ძეგლთან და უნდა დამაწეროთ საფლავზე რომ მე საფლავში არა ვწევარ აქ დარაჯად დამაყენეს ხო და მიფიქრა და მაშინ ღირს კაცო მაშინ კი ბატონო იქ დაგასაფლავებთო მითხრა მე რა თქმა უნდა ქვეყანას მოედო ხო და აქ რო არ მე აქ სხვაგანაც წავიდოდი ახლა სვანეთში ბევრად უფრო გრილია და ბევრად უფრო მომხედავენ და მომივლიან ნათესავები და მეგობრები სვანეთში მაგრამ ყოველთვის აქ ჩამოვდივარ იმისათვის რომ იმის ნაფეხურები ვნახო კრემლი რო გაიხსნა პირველად ხრუშჩოვის დროს და ყველას რო შეეძლო შესვლა მაშინ ვიყავი მოსკოვში ხო და გიდი დაყვებოდა ახლა და გვიხსნიდა ეს რომ რა არის შიგნით ეს მეფე ზარის ეს სტალინის აშენებული 2 ჰექტარი ვაშლის ბაღი და რაღაცა ხო და ამ ბილიკებზე რო დავდიოდით ამ მინდორზე ბილიკები რო არის გაყვანილი ხო და ედბაშა წარმოვიდგინე რომ ამაზე სტალინი დადიოდა და ისტერიკულად რო ამივარდა ეს ტირილი და გადამივარდა ბღავილში ესაც ამ ცხენია კაცო ხალხია იქა ეს მომუარდე ეს დიდი ეს რუსები ეს კადრია გრიშა იქ ზოგი იმას მშობა მაჯას მისიჯასო და კრისში ჩავარდი რა რომ წარმოვიდგინე რომ აი ამ გზაზე რომ დადიოდა ხო და მე ნუ დამძრახავთ გადაჭარბებულ თავდადებას ამ სასახლის დასაცავად. აი ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ იქნება მე აკვიატებულიცა ვარ, ხო იცი 90 წელს მიღწეული კაცის არც ფსიქიკა არის ისეთი, არც მორალური თავდაჭრა, ცოტა ნუ სისულელეში ნუ ჩამომართმევთ. და ერთი თუ ჩემ რჩევას მაინც დაიმახშოვრეთ რა ყოველ შემთხვევაში და თქვენ შვილებსაც გადაეცით შეიძლება ვერც თქვენ ვერ მოესწროთ მაგრამ დადგებათ რომ როდესაც სარწმუნოებების შეიძლება დედამიწაზე ყველაფერი და ერთ-ერთ უზარმაზარ დიდ კონტინენტს თუ კონტინენტების გაერთიანებაზე იქნება ერთი ღმერთი და ეს იქნება სტალინიზმი. დღეს რომ ჩვენი ოპოზიცია დაბარაგოცობ ჩვენ უფრო კარგად მართავთ ქვეყანას თუ ესენი მოგვშორდებიან აპარითი გეგმა გააქვთ
შრომა გაქვთ გამოქვეყნებული ახალი ცხოვრების, როგორ იქნება ეკონომიკა, როგორ იქნება სოფლის, როგორ იქნება მრეწველობა, როგორ იქნება მათ მარტო ყიდვა იქ ვიყიდი, აქ ზუსტად გავყიდი და გავდიდები, აბა იქნება. იქაც რო არაფერი არ იქნება, საყიდელი და შენ რო ვერაფერს ვერ იყიდი და აქ რას გაყიდი, ხო? და მშიერი რო ამოგძვრება სული. თბილისის გარშემო 8 საბჭოთა მეურნეობა გაუქმდა და ბეტონების გორებად გადაკეთდა, რომლითაც თამარ მეფის დროიდან თბილისს არჩენდა ეს დიღომი, ავჭალა, სამგორის რაც გასაწყალდა მე სამგორის მინდვრები, მარტყოფი, ლილო, ვარკეთილი რაც ძველი ის იყვნენ ამჭალები და მარტყოფები და ესენი ხომ იყო მაშინაც და ეხლაც და თანამედროვე რაც ამ სამგორის დამწვარმა ქვიშამ გზებს კეტავდა ქარი, ქვიშა იმდენ გორებს აყენებდა საურმე გზებზე და ავჭალა იმიტომ ქვია რომ იქ ავჭალას აბრუნებდა და მეურმესაც და იქ ზედ ოჯახითები მიყავდა სალოცავ აი ისინი იღუპებოდნენ გზაზე ქარისა და ამ ქარიშხლის ქვის ქარიშხლისაგან ხო და ეხლა მოვდივარ შეგაიგაზო ამ გატკიცინებულ და აშენებულ ქალაქებში მაგრამ სულ ყველაფერი შეიძლება კიდე კი ბატონო ვაგერა ჩვენ მქონია ახლა რო ავდივარ იმაზე ლისისთვის მიდამოებში და ზევით ეგა რამდენის გინდა აშენე თუ გინდა ადით ელფიამდე და იქედან და აშენეთ მაგრამ ამას რა შერჩოდით პირველ ხარისხოვან სახნავ სარწყავს ნუ თუ გასა ერთი რაც სიონის წყალსაცავიდან არხის გადმოყვანას დასჭირდა თბილისის ზღვამდე და თბილისის ზღვიდან ჯანდარის ტბამდე ეს დაჯდა თბილისიდან ბათუმამდე რკინიგზის გაყვანა წიფის ტუნელის ჩათვლით. ხო და ჩვენ ხელაღებით ავიღეთა და ბეტონებითა და ამ უსახური შენობებით გავავსეთ და ვართ ეხლა ქვაბულში. ბეტონებში გამოწყდებული ქვაბულში. 1614 წელს ინგლისის მახლობლად გამოჩნდა ერთი ჯგუფი, რომლებმაც კარბები გაშალეს მოშორებით ამ ლონდონის, ხო და დაიწყეს ამ უპატრონო მიწების დამუშავება. მოსავალი მოიყვანეს უკვე და მე ვიგედაგედა მე უთხრეს მეფეს ვიღაცა ხალხიაო კაცო მოსული აქაო მოხდეს დათეს და მოსავალს იღებენ ეხლა ხო და არ უნდა მივაქციოთ ყურადღებაო და წადით გაიგეთ რა ხდებაო ხო და გაიგეს და ყოფილან ესე იგი მოხალისეები რომლებსაც გადაუწყვეტიათ, რომ სადმე მიწის ნოყიერ ადგილზე, ესე იგი დაეთესათ მიწა და იქედან აღებული მოსავალი დაერიგებიათ ღარიბებისათვის და მშიერთათვის. ჩვენ ამას ვაკეთებთო და აი მაგათ საზოგადოებას ერქვა მიწის მთხელთა გაერთიანება. იქედან დაიწყო ეს სოციალიზმის თანასწორუფლებიანობის აღდგენა. მე-16 საუკუნიდან იმდენი ლიტერატურა და იმდენი თეორია და იმდენი კაპიტალი და იმდენი იდეოლოგია არის, ესე იგი დაწერილი ამ უკლასო საზოგადოებაზე, რომ ერთმანეთზე რო დააწყოთ, თვითფრინავი ვერ გადააფრინდება ზედა. 12% როული არ აქვს გაკეთებული ჯერ დაწერილი, როგორ უპირებენ ხალხს გამოკვებას, ან თავდაცვას, ან ბუნების დაცვას, ან კანონის შენარჩუნებას.
აინშტაინი ამბობდა ღმერთს რომ ამდენი კანონი ქონოდა დედამიწის სამართავად ის ვერ გამართავდა დედამიწას ის ვერ მართავდა ამდენ კანონების სამხედროებო ხო და ეს თქვენ გადასული ხართ კანონების წერაზე და არავის არ გინდათ ეს გარეთ რომ გამოიხედოთ და მინდორში გახვიდეთ ხო და რო ნახოთ კომბოსტო როგორ მოდის ხო გაინტერესებთ მაინცა როგორ მოდის კომბოსტო ან მაგალითად როგორ იკეთებს ძირს სტაფილო ან პამიდორს რა ისხამს ხე ისხამს მცენარე ისხამს თუ რა ისხამს ვერ გავიგე თუმცა ყველას აკავთ მოჯამაგირეები და დიდი აგარაკებიც გაქცევთ და იქ ალბათ მოყარული ვიღაცა დაგითესავთ მაგრამ ის თქვენ ეზოში მოყვანილი პამიდორი ქვეყანას ვერ არჩევს რა ვქნათ არაფრით არ მინდა თქვენი კრიტიკა არაფრით არ მინდა აი ჩემ დათუნას საფლავს გეფიცებით თუ თქვენზე ავის თქმა მდიდოდეს მე იმიტომ რომ ხო ვიცი ბევრი ჩემი ახლობელი ხართ მაგრამ ამას ვერ დაგიფარავთ ამაზე თქვენ ვერ შეგიწყნარებთ რომ ამ ხელის გულზე კაცო ამას ხო გამოძიება არ ჭირდება ეს ხო მიცვალებული არ არის რომ არაფერი არ გითხართ ჩამოდით და ნახეთ რა არის გაკეთებული და რა არის გაფუჭებული და რა არის დანაშაული ჩადენილი და რამდენი მილიონის დანაშაულია ჩადენილი და აგერ გაქვთ ხელის გულზე მე ეს გამაგულიანა რა მიცი წაიკითხეთ ერთი აი მე სადაც გამოვდივარ აღელვებული დაწყვეტილი ნერვები იმათ ნაჩხუბარი აი ამის დამალავების თან ნაჩხუბარი რა ხო და ვერ ვლაპარაკობდი დალაგებულად მაინც მაგრამ ხალხმა სიმართლე გაიგო ხო და ის პოსტები წაიკითხეთ რა რაც ჩემს იმ გამოსვლის პოსტებში წერია და თუ არ შეგწხვებათ დაინახავთ მაშინ რა ძალიან ბევრი სათქმელი მაქვს ძალიან ბევრი სათქმელი მაგრამ არ მოგიდგენიათ ახლა მე ახლა დიდი მორწმუნე და მოხდევ გადაღლეტილი მროცველი არა ვარ მაგრამ ეს ისტორია ეკლესიის ისტორია ეს რაღაცა ჩვენი წარსული რომ დიდი ამაგი აქვს რა თქმა უნდა ეკლესიას შესაძლოა მართლა იყო პატიოსნება მართლა იყო პატრიარქს ორი ჯორი ეკუთვნოდა ორი ჯორი და მეუფეებს თითო ჯორი აი მაშინ იყო ეკლესია და ეხლა მინდა მე რომ ფონდი შევქმნა ამის გადარჩენის თუ სახელმწიფომ თავის თავზე ვერ აიღო და მე რო არ დამწამოს ვინმემ რომ გრიშამ ეხლა ფულების საკროება დაიწყო ეკლესიასთან მინდოდა ეკლესიასთან ქართული ეკლესიასთან მინდა ფული ისა ფონდის ჩამოყალიბება ლიკანის სასახლის გადარჩენის ფონდი ორსა მეუფეს როგორ არ ვეცადე რამ დივნები რა თანაშემწეები რა ხერხი არ ვიხმარე რომ ვიღაცა დავკავშირდე არა კაცო მეუბნები გრიშა ვარონიანი გადაეცით იქნება ინებონ ჩემთან რაღაცნაირად დაკავშირებო დამაკავშიროს ამ არაფერი სამი დღე ველოდები კაცმა არ გამსახმა აი თქვენ თუ მაგ დამალვას თუ გაბადიები თქვენ მამებო თუ მეუფეებო აი მაგასაც განახებდეთ თქვენ თავზე გაგივიდათ როგორ შეიძლება ასე თავხედები ყოფილიყვნენ რაიკობის დივნები როგორ თქვენ ახართ მეტი ვიზე მათხოვრებისთვის და
ხელგაწვლებისთვის აშენდა ეკლესიები მე ხო არაბები ფერს აგთხოვთ მე ქვეყნის დახმარებას გთხოვთ მაგრამ თქვენს ოჯახებს ეხმარებით წარსეს არამც არ ეხმარებით თქვენ და თქვენ $100,000 მანქანებს ეხმარებით მარტო თქვენზე ცალკე მოვიცლი მაგის გულისთვის აი რაც მე 3 დღე მალოდინებ აი დედას გიტირებთ რა ეხლა ძალიან რომ არ შევიჭრე როლებში მოდი აქ დავამთავროთ და ამით დავამთავრებ მე ეკლესიასთან ურთიერთობა